მოგესალმებით ჩვენს პირველ დღეში, ესე დავარქვით. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი საკითხი არის, რა არის JavaScript-ი და რისთვის გამოიყენება, ხო? ჯერ წარმოდგენა უნდა შეგვექმნა, საერთოდ JavaScript-ი რა არის, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. შესაბამისად, ზოგ შეიძლება მცდარი მენტალური მოდელი ქონდეს და ძალიან ხშირია ეს მცდარი მენტალური მოდელი, შესაბამისად, მოდი ჯერ ეს შევცვალოთ და შემდგომ უკვე გადავიდეთ უშუალოდ ტექნიკურ მხარეზე, ხო? ხვალიდან დავიწყებთ აი ამ ტექნიკურ მხარეს. შესაბამისად, ამ კითხვაზე როგორ გავცემდი მე პირადად პასუხს თუ რა არის JavaScript-ი და რისთვის გამოიყენება. JavaScript-ი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა მსოფლიოში და ის აუცილებელია ინტერაქტიული ვებსაიტების შესაქმნელად. JavaScript-ს ხშირად ვებ-სამყაროს ენასაც უწოდებენ, თქვენ წარმოიდგინეთ. მოდი უფრო მარტივად რო ჩავშალოთ და სწორი მენტალური მოდელი განვავითაროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HTML-ი არის თქვენი ვებგვერდის სტრუქტურა, CSS-ი აფორმებს მას, ხოლო JavaScript-ი ანიჭებს სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად სასწავლებლებს მოყავთ მაგალითი, სადაც კონტეინერებზე საუბრობენ. მაგრამ ჩემი პირადი აზრით, მსგავსი მენტალური მოდელი არის მცდარი და რეალურად არასწორად ვეხმარება. ამ შემთხვევაში უფრო ხატოვნად ავხსნიდი, რომ სავარაუდოდ ყველა ყოფილვართ რაიმე სპექტაკლზე თეატრში. შესაბამისად, სპექტაკლზე თეატრში ყავს მსახიობები და ეს მსახიობები ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც HTML-ის ელემენტები. ამ მსახიობებს აცვიათ უნიფორმა და თამაშობენ რაღაცა გარემოში, ხო? შესაბამისად, ეს არის უკვე CSS-ი, ეს არის გაფორმება ამ სპექტაკლის. ხოლო უკვე რა იდეას ეფუძნება ეს სპექტაკლი, რა სცენარია და როგორ თამაშობენ ეს მსახიობები და რას აკეთებენ უშუალოდ, ეს არის უკვე ჩვენი JavaScript. შესაბამისად, რა წარმოვიდგინოთ ვებსაიტზე, რომ თუ გვინდა ღილაკზე დაწყებუნება და ფანჯრის გახსნა, ამის შედეგად ეს ყველაფერი JavaScript-ი. ასევე თუ გვინდა სერვერიდან მონაცემების წამოღება და დინამიურად ჩვენება, ისევ JavaScript-ია. მაგრამ JavaScript-ი მხოლოდ ბრაუზერში არ მუშაობს. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Node.js-ი, შეგვიძლია გამოვიყენოთ JavaScript-ის სერვერებისთვის, API-ების და მობილური თუ დესკტოპ აპლიკაციების შესაქმნელად. ფაქტიურად ყველგან არის JavaScript. აღარ გავაგრძელებ საუბარს, კიდევ რამდენ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ JavaScript. მოკლედ რომ შევაჯამოთ, JavaScript-ი არის მრავალმხრივი და ძლიერი ენა, რომელიც თანამედროვე web development-ის საფუძველია. დღეს ჩვენ JavaScript-ის სამყაროში პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და შესაბამისად მეორე ნაბიჯზე უკვე დავეუფლებით ნელ-ნელა JavaScript-ს და გავხდებით junior developer-ები. გამოგვიწერეთ და ლაიქი არ დაგავიწყდეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არა მხოლოდ თქვენ, არამედ სხვა ადამიანიც გახდეს JavaScript developer-ი და საქართველოში შევცვალოთ სრულიად სიტუაცია.